მოციქულებრივ მამათა სწავლანი, კლიმენტი რომაელი, პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი მეოთხე, შური ძველ აღთქმაში. რამე თუ დაწერილია და რამდენიმე დღის შემდეგ შესწირა ღმერთს კაინმა მსხვერპლი მიწის ნაყოფთაგან და თავად აბელმაც შესწირა ზვარაკი ცხვართა პირმშოთაგან და მათი ქონიდან. და მოხედა ღმერთმა აბელს და მის ძღვენს, კაინს და მის ზვარაკს კი არ მოხედა. მეტად გამწარდა კაინი და მისი სახე მოიღრუბლა. უთხრა ღმერთმა კაინს, რატომ დამწუხრდი? რატომ მოიღრუბლა სახე შენი? განაშეცოდება არ არის ის, თუ სწორად შესწირე, მაგრამ სწორად არ გაჰყავი? დამშვიდდი. შენთან დაბრუნდება იგი და შენ იქნები მისი გამგებელი. და უთხრა კაინმა აბელს, თავის ძმას, გავიდეთ მინდორში და როდესაც ისინი მინდორში იმყოფებოდნენ, აღსდგა კაინი თავის ძმაზე აბელზე და მოკლა იგი. დაბადება თავი მეოთხე მუხლები 3:8. ხედავ ძმებო, შურმა და ცილობამ ძმის მკვლელობა მოაიმოქმედა. შურის გამო ჩვენი მამა იაკობი გაიქცა პირისაგან ესავისა, თავისი ძმისა. შურმა გახადა იოსები სიკვდილამდე დევნილი და მონობამდე მიიყვანა იგი. შურმა აიძულა მოსე გაქცეულიყო პირისაგან ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, როდესაც მოისმინა თავისი თანატომებლებისაგან, ვინ დაგაყენა შენ მსაჯულად და მოსამართლედ ჩვენზე, ხომ არ გინდა მომკლა ისე როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი. შურის გამო იყვნენ აარონი და მარიამი ბანაკს გარეთ დაბანაკებულნი. შურმა დათანი და აბირონი ცოცხალნი ჩაიყვანა ჯოჯოხეთში იმის გამო, რომ ისინი აუჯანყდნენ მოსეს ღვთისმსახურს. შურის გამო დავითმა არა მხოლოდ თანატომელთაგან განიცადა არაკეთილგანწყობა, არამედ დევნილი იყო საულისაგან, ისრაელის მეფისაგან.